მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ და ისევ ვხვდებით ქსოვის არხზე. თქვენთვის ჩაიწერება დღეს ვიდეო, რომელზედაც გაჩვენებთ თუ როგორი ქსოვება ინგლისური რეზინა. ადრე ჩაწერილი მაქვს მე ეს ვიდეო, სადაც ნაჩვენები მაქვს თუ როგორი ქსოვება, მაგრამ როგორც ეთყობა გაურკვევლად ვამბობ, ან გაურკვევლად არის რაღაცა გადაღებული, რის გამოც ბევრი კომენტარი იყო ისე, რომ ვერ გავიგე, ვერ გავაკეთეთ, ვერ მოვგცოვეთ. კი ბატონო. გადავწყვიტე, რომ დღეს ხელახლა ჩავწერო ეს ვიდეო თუ როგორი ქსოვება ინგლისური რეზინა. აქედან ამოვიღე მე ჩემი საქსოვი ჩხირებიდან ამოვარჩიე, აი ეს ჩხირი. შემეძლო უფრო მსხვილი ჩხირიც, მაგრამ იყოს ამჯერად ეს. ეს არის ორი ზომა ჩხირი. ხომ გახსოვთ როგორ ვიგებთ რა ზომისაა ჩხირი? ვიღებთ რა ქვია იმას სანტიმეტრს სახაზავს, ასე ვთქვათ, სახაზავს, რომელზედაც მილიმეტრები და სანტიმეტრები ხატია შესაბამისად, არის ახაზული. ავიღებთ ამ ჩხირს, ერთსავ ჩხირს და დავადებთ ამ მილიმეტრებს. რამდენ მილიმეტრსაც დაფარავს აი ეს სიგანე, ჩხირის სიგანე, იმდენი, როგორ გითხრათ, იმდენი ზომის არის. ეს ფარავს აი ეს ჩხირი 2 მილიმეტრს და ნახევარს. 3 მილიმეტრიც კი არ არის, 2 მილიმეტრი და ნახევარი. შესაბამისად ეს ჩხირები არის 2 ნახევარის ზომის. კეთილი. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, დავიწყოთ. მოამზადეთ ძაფი და ჩხირები. არ არის აუცილებელი, რომ 2 ნახევარი იყოს თქვენი ჩხირები. შეიძლება იყოს 3, 4, 5, მაგრამ შესაბამისად ცოტა სქელი ძაფიც დაგჭირდებათ. კეთილი, დავიწყოთ. ნიმუშისთვის ავიღებ 20 თვალს. მიყურეთ, დაწყება ვიცით ალბათ უკვე, ხო? ნახეთ, ვინც არ იცის დაწყება, ქსოვის დაწყება, ვიღებთ ჩხირებს მარჯვენა ხელში, ხოლო ძაფს აი ასე ვდებ თითზე. 4 თითში ვიჭერთ ამ ძაფს, ხოლო აი ეს სამუშაო ძაფი გადავდე ცერა თითზე და საჩვენებელ თითზე. დაწყება შევუყრით აი აქ. საქსოვ ჩხირებს ამოვატრიალებთ, შემდეგ მოვდივარ აქეთ, ისევ აი ესეთ მოძრაობას ვაკეთებ, შემდეგ ესე და გამოვიდან აქ ამ თვალში. ისევ იგივე მოძრაობას ვაკეთებ. ისევ იგივე. და აი ასეთი მოძრაობა უნდა გავაკეთო 20 ჯერ. ანუ 20 თვალი. 20 თვალი. ესეთი 20 თვალი გააკეთეთ ჩხირებზე. გაამზადეთ, იმიტომ რომ შემდეგ უნდა დავიწყოთ ქსოვა უკვე ჩვენი ორნამენტის. ინგლისური რეზინის ქსოვა უნდა გასწავლოთ. ხელის მოძრაობა არის თავისუფალი. არ დაიძაბოთ, ვინაიდან ეს დაძაბვა ნაქსოვზე გამოჩნდება. იქნება მოჭიმული ნაქსოვი და არ უხდება ნაქსოვს ესეთი დაძაბული და მოჭიმული, როგორ გითხრათ აი ესეთი. თითქოს ადამიანის განწყობა გადადის ნაქსოვზე, იცით? მოდით ახლა დავითვალოთ ეს რამდენია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. უკვე 20 თვალიც მომიქსოვია. ეს. აქ არის 20 თვალი. შემოვატრიალოთ ახლა ეს. პირველი რიგი. იმისათვის რომ პირველი რიგი დავიწყოთ, ეს მეორე ჩხირი უნდა გამოვაცალოთ. დავიწყოთ. პირველ თვალს გადავიდანთ. ესე. და ვქსოვთ პირველ რიგს უკუღმა, არა, ჯერ წაღმა, შემდეგ უკუღმა. როგორც იქსოვება
როგორც იქსოვება ჩვეულებრივი რეზინა. წაღმა უკუღმა, წაღმა უკუღმა. აი ესე მოგხსოვთ პირველ რიგს. და მივედი ბოლო თვალზე, ეს წაღმა. შემოვატრიალოთ ჩვენი საქსოვი ჭხირი და ვაგრძელებთ ქსოვას. მეორე რიგი. გადავიტანთ პირველ თვალს, აი ესე. და ნახეთ, პირველი რიგი ხომ მოვხსოვეთ ასე წაღმა უკუღმა, წაღმა უკუღმა, წაღმა უკუღმა, ხო? ეხლა ინგლისურ რეზინში ასე ხდება. წაღმა სადაც არის? ნახეთ როგორ არის? შეხედეთ. ეს და ეს. აი ჩვენ ახლა ჭხირი უნდა ჩავუშვათ აი აქ. ხედავთ? ერთი წამით კიდევ უფრო გავადიდებ. აი აქ კი არა, არამედ აი აქ. აი აქ. და გამოვიტანოთ ძაფი. შემდეგ თვალს ჩვეულებრივად მოვხსოვთ, როგორც უკუღმა. ეს. შემდეგი თვალი ისევ მოდის წაღმა. აი აქ. აქედან უნდა გამოვიტანოთ. შემდეგ ისევ უკუღმა. ისევ წაღმა. ისევ უკუღმა. და ბოლო თვალი. ეს. მეორე რიგიც მოვხსოვეთ. შემოვატრიალოთ ისევ ჩვენი ნაქსოვი. ცოტა გამოვუშვათ ძაფი, რომ არ მოიჯიმოს ნაქსოვი. მესამე რიგი. გადავიტანთ თვალს და გსოვთ. აქ ხედავთ ხო? აქ კი არა, არამედ აქ. ჩავუყაროთ, გამოვიტანოთ ძაფი, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა და ასე რიგის ბოლომდე. ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, მე მგონი უკვე ყველაფერი არის ძალიან გარკვეულად. და ბოლო თვალი ნახეთ, აქ კიდევ მინდა ერთი შენიშვნა მოგცეთ. იმისათვის რომ ეს ძალიან გაფლაშული არ იყოს ეს თვალი, ამიტომ ეცადეთ რომ იყოს გადაგრეხილი და ამიტომ წინიდან ამოვიღებ აი ესე. წაღმა ბოლო თვალს, აი ესე. ანდა შეგეძლიათ კიდევ მეტადაც დაახვიოთ. თუ არ გინდათ რომ რაღაც ძალიან ისეთი მოფლაშული თვალი იყოს. შევატრიალე ისევ და ვგსოვ მეოთხე რიგია უკვე? კი, მეოთხე რიგია უკვე. მეოთხე რიგი. და ეხლა შემიძლია უკვე ცოტა დავაშორო ეკრანი. აი ესე გავაკეთოთ. გავაგრძელოთ. გადავიტანოთ პირველი თვალი, ჩავუყაროთ აქ, გამოვიტანოთ ძაფი და ასე შემდეგ. და ასე ვაგრძელებ. თითებში ჭხირები გიჭირავთ თავისუფლად, არ დაძაბოთ ნაქსოვი, არ დაძაბოთ ხელები. და მივედით აქ. აი ნახეთ, ბოლო თვალი, ესე ჯობს, რომ ცოტა მოჭერილი იყოს.
ნახეთ, რა მხილათვლები გამოვიდა, როგორი ბუხუნია და თავისუფალი, ხედავთ? შევატრიალოთ კიდევ. და ვგსოვთ მეხუთე რიგს. აი ესე. კიდევ რამდენიმე რიგს მოვგსოვთ და დაგიბრუნდებით. ანდა თუ გინდათ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ, ერთად გავაგრძელოთ. აი ესე გავაკეთოთ. მე მგონი კარგად ჩანს ხო ყველაფერი. სინათლეც ისე დავაყენე, რომ კარგად უნდა ჩანდეს თითეული თვალი. გადაკვანძული ძაფი შემხვდა. არ დაიბნეთ, ჩააქსოვეთ შიგნით, ოღონდ ეცადეთ, რომ აი ეს გადაკვანძული იყოს, მერე უკანა მხარეს მოექცეს. აი, უკანა მხარეს, ნახეთ, გადაბმულია. აი ესე. კიდევ ერთი რიგიც და მორჩა. არა მგონია, რომ რაღაცა გაურკვევლობა იყოს ამჯერად. არა მგონია. ეს არის გადასარევი ნაკსოვი ქუდებისთვის, შარფებისთვის, ხელთათმანებისთვის, სვიტრებისთვის. ძალიან ფუმფულა, ძალიან ისეთი მასიური ტანსაცმელი გამოდის, აი ესეთი ნაკსოვით, ფუმფულა, რბილი. მაგრამ ბევრი ძაფიც მიდის, რომ იცოდეთ. ნახეთ, აი ესე გამოიყურება ჩვენი ინგლისური რეზინა. კიდევ რამდენიმე რიგს მოვგსოვთ და შემოგიერთდებით. აი ჩემო მეგობრებო, რამდენიმე რიგი მოვგსოვე, თქვენც ალბათ მიუმატეთ რამდენიმე რიგი და შეადარეთ აბა თქვენი ნაკსოვი აი ამ ნაკსოვს. აი ეს არის ინგლისური რეზინა, ძალიან ლამაზი და ნახეთ როგორ იწელება. აი, გაწელილი ასეთია. ძალიან რბილია, ძალიან ფაფუკია, ძალიან სასიამოვნოა. მეორე მხარეს, აი ეს არის უგუღმა მხარე. ნახეთ, გადაბმული ძაფები, ცოტა დაზიანებული ძაფები და უშუალოდ თუ რაღაცა ძველი ტანსაცმელი გაქვთ დარღვეული, შიგადაშიგ შეიძლება იყოს გადაბმები. ამიტომ ის გადაბმები ისე უნდა ჩააქსოვოთ, რომ უკანა მხარეს ჩანდეს აი ესენი, ხო? რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ახლა ამაზე კარნახი ზედმეტია დარწმუნებული ვარ. ხო და აი წაღმა მხარე კი ასეთნაირად ჩანს. ძალიან ლამაზია. ისწავლეთ, დაეუფლეთ ასეთ ქსოვას, ივარჯიშეთ, ქსოვეთ, რომ აი ესეთი თანაბარი თვლები გქონდეთ. გესმით, მე ბავშვობიდან ვქსოვდა, იმიტომ არის ესეთი რო იტყვიან ძალიან თანაბარი თვლები და ისეთი ჩქარი ხელი მაქვს. თქვენც გექნებათ ასე. მოვუგსოვეთ თქვენ შვილებს, შვილიშვილებს, თქვენთვის, ქუდები, ჟაკეტები, სვიტრები. გისურვებთ წარმატებულ ქსოვას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას.
კიდევ რა შეიძლება გითხრათ აქ? ხო, მეტი არაფერი. მომწერეთ თუ რამეს ვერ გაიგებთ. მომავალ შეხვედრამდე.